მე ესე უყურებ ამას და მგონია რომ აქ არ ვწდები და ბევრი თანხმდებით უბრალოდ ამაზე რომ რეჟიმისთვის თავარი პრობლემა არ არის არც სანქციები, არც გეოპოლიტიკური ვითარება, არამედ უპირველეს ყოვლისა ეს არის პროტესტი. ანუ ამ ქვეყანაში წინააღმდეგობა თუ მათ წელში გადადეხეს და დაამარცხეს, ხო? შემდეგ ეს ფაქტორები, რაც კი მნიშვნელოვანი ფაქტორებია და ვილაპარაკოთ რა გავლენას ახდენს რეჟიმის სტაბილურობაზე ეს ყველაფერი, მაგრამ უპირველესი პრობლემა არის წინააღმდეგობა, რომელიც ფეთქავს, სუნთქავს, რომელიც აი ამ რეპრესიული კანონების მიუხედავად ასევე ახდენს ადაპტაციას, ანუ ამ ადაპტაციაში ჩვენ და მათ შორის რა განსხვავებაა, ხო? ისინი არიან ორგანიზებული ძალა, რომელიც რაღაცა ერთიან გადაწყვეტილებათა ჯაჭვს ეფუძნებიან და ჩვენ შემთხვევაში ვართ ბევრი განსხვავებული ადამიანი. მე მაგალითად, როდესაც ბოლო ადაპტაციის ესე ვთქვათ მაგალითი ჩვენი მხრიდან, როდესაც ტატო დავინახე იქ მეგაფონით, მე თვითონაც გამიკვირდა ნამდვილად ტატოა თუ არა მეთქი, იმიტომ რომ ეს ადამიანები ვინც იქდგანა, ძირითადად არიან არ ვიცი უნივერსიტეტის პროფესორა, მცირე ბიზნესი, აკადემიური წრეები, რაღაც სფეროს პროფესიონალები, სხვადასხვა ჩვენ ეს არ გვიკეთებია ამ აზრით, ხო? მაგრამ ნუ ამიტომაც ჩვენ შემთხვევაში ამ ყველაფერს ჭირდება დრო, რაც თავია ჩვენ არა ვართ იქ არავის რაღაცა ლიდერი, კოორდინატორი და ასე შემდეგ. იმ კონკრეტულ ვითარებაში ტატომ რაღაცნაირად ეს ლიდერობა გაწია არა იმიტომ რომ რაღაცა ესე იგი შეთანხმებული ნაბიჯი იყო, არამედ ეს გააკეთა, იმიტომ რომ რაღაცა ვითარებამ უბიძგა რა და ამიტომ ამას ჭირდება ჩვენ შემთხვევაში დრო. მადლობა ღმერთს ეს რაღაცა კოლექტიური გონი წინააღმდეგობის მუშაობს, ცდებისა და შეცდომის ხარჯზე, ჩვენ სულ ადაპტირდებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ რომ არა აქციები არ იქნებოდა სანქციები, ხო? არაფერი არ იქნებოდა, ვიკა. და ძალიან დიდ ბუსტერს და სტიმულს ზუსტად ქუჩის აქციები აბსოლუტურად გეთანხმებით. ქუჩის აქციები აძლევს იმ ყველაფერს, რაც შემდეგ უკვე ხდება საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებას განსაზღვრავს პრაქტიკულად ქუჩა. და თუ კი როდესაც დადგება ალბათ დრო და აუცილებლად დადგება, დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც დასავლეთი უფრო კაფიოდ და უფრო ინტერესით უკვე დაინტერესდება საქართველოთი, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახოს ადამიანები ქუჩაში, იმიტომ რომ ეს იქნება ალბათ სიგნალი იმისა, რომ ხელისუფლება ისევ ეწინააღმდეგებიან მოქალაქეები, რომ ეს არის ორი სხვადასხვა პარალელი. იქნება საბოლოო ჯამში, მე არ მინდა ტატოს დიდი დრო წავართვა. ამ შემთხვევაში ეს არ არის უბრალოდ პროტესტი დასავლეთისთვის, ეს არის გამოხატულება იმისა, რომ ამ საზოგადოებას ამ შემთხვევაში და არა სამწუხაროდ უკვე ხელისუფლებასა და სახელმწიფოს როგორც ასეთს აქვს დემოკრატიის რესურსი, დემოკრატიული რესურსი. მის თავისუფალ მოქალაქეებს ჭირდება და უნდათ პოლიტიკური თავისუფლებები და მზად არიან ამ თავისუფლებისთვის იბრძოლონ. სადაც არ არის ასეთი ალტერნატივები, იქ დასავლეთი რიგი პრაგმატული და ასე შემდეგ ამოცანებიდან გამომდინარე, მე გადადის სხვა ტიპის ურთიერთობებზე, რასაც როგორც ჩვენ სფეროში უწოდებენ რაღაც ტრანზაქციულ ურთიერთობებს. კი ბატონო, რაც არის ხალხის დამსახურება. ამ პოტენციალს ვაჩვენებთ, მანამდე ხელისუფლება ვერ დაალაგდება, როგორც თვითონ წარმოედგინა მანამდე. ვერც ბრიუსელთან, ვერც ევროკავშირის რომელიმე ცალკეულ აღებულ ქვეყანასთან და ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებთან. კი ბატონო, მადლობა.